ქუჩაში ხალხს ვურიგებთ იმერულ ხაჭაპურს და თუ 6 ადამიანიდან 3 მაინც გადაკეცავს ხაჭაპურს და ისე შეჭამს, კომენტარებში გავათამაშებთ 3 დიდ იმერულ ხაჭაპურს. ისე თქვენ გადაკეცილს ჭამთ ხაჭაპურს თუ ჩვეულებრივად დაწერეთ კომენტარებში. მოკლედ, აიღე ერთი დაჭერი და მიირთვი. ორი რო ავიღო. არა, ერთი აიღე. ოპა. ოპა! გადაკეცა, ესე ჭამ ხოლმე. აი ნამდვილი ქართველი, გადაკეცა ხაჭაპური და ისე ჭამა. ფოთოს უფრო მეგრული ხაჭაპური უყარს, მაგრამ არა, არ უყარს ჩვენი გამომწერები რა. გადაკეცილი უნდა გეჭამა. ერთით ერთი მოკლედ. სანამ შემდეგ კაი მჭამელს ვიპოვით, გეტყვით რომ ეს ხაჭაპური მოგვიტანა Bolt Food-მა. თქვენ კი Bolt Food-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ Bolt Plus-ის უფასო გამოწერა, რომელიც თვეში ღირს 9.99. ხოლო პირველი თუ უფასოა, ვინც ახლები ხართ იმათთვის. თუ Bolt Plus-ის გამოწერა გააქვთ, თქვენი შეკვეთა პრიორიტეტდება და კურიერს მხოლოდ ერთი შეკვეთა მოაქვს და არა 2, 3 ან 24. ამიტომ შეიძინეთ Bolt Plus-ი მოკლედ და წავედით ახლა გავაგზავნოთ ხაჭაპურის მჭამელები. მიირთვი. მადლობა. როგორ ჭამ ხოლმე ხაჭაპურს? იცი როგორ? აბა. აბა, ეგ არის. მეორე ადამიანმა გადაკეცა ხაჭაპური და ისე შეჭა. მოკლედ, ხაჭაპურის მოყვარულები გამოვიჭირეთ აქ და მიირთვი უბრალოდ ერთი ნაჭერი. მოდი ეს იყოს. კარგი რა. მარტო გოგოები კაცავენ ესე იგი ხაჭაპურს რა. მაინტერესებდა გადაკეცავდი თუ არა. მე ვსკესა ხომ იდეაში, მაგრამ გარჩნია რა. ცივი იყო და მარტივი. შეგიძლია მიირთვა ჩვენი იმერული ხაჭაპური. იმერული როა ეგ უკვე კაი. გადაკეცა. ყველა გოგო გადაკეცილ ხაჭაპურს ჭამს ესე იგი. თუ ხარ გოგო და ხაჭაპურს ჭამ, დაწერე როგორ ჭამ მაგ ხაჭაპურს. მოკლედ, 3 ადამიანმა გადაკეცა ხაჭაპური, ვათამაშებთ კომენტარებში ხაჭაპურს, მაგრამ სტერეოტიპი უნდა დავანგრიოთ. ახლა ბიჭს ვეძებ, რომელიც გადაკეცავს. ახლა ბევრი ბიჭია იქ და იქნებ ერთ-ერთი ვიპოვოთ ეგეთი. გამარჯობა ბიჭებო. იმერულ ხაჭაპურზე ხო არ დაგვეწოვით? რომ მოკბიჩო უბრალოდ. რა ხდება რა? ესე იგი არც ერთი ბიჭი გადაკეცილს არ ჭამს ხაჭაპურს. აი არა უშავს ეგა, შეგერგოს. მოკლედ ეგა სამა გოგომ გადაკეცა და ისე ჭამა, სამა ბიჭმა არ გადაკეცა და ისე ჭამა, მაგრამ კომენტარებში მაინც გავათამაშებთ და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და შემთხვევითობის პრინციპით Bolt Food-დან გამოგიგზავნით იმერულ ხაჭაპურს.